სახში მოვედი, გამოვიცვალე. ამით ვხატობ ხოლმე და ისედაც ზაღებავები აქვს. მოგეხსენებათ ბატონმა დანიელმა დედის დღეს მაჩუქა ეს ყვავილები და გადავწყვიტე, გააფერა და გადავწყვიტე ის მომეწონა ფერები, მის ფერებში დავხატო ყვავილები. არ ვიცი რა გამოვა. გუშინეს გააკეთებ, დღეს უნდა დავამატო ფერები და ნახოთ. ვენდობის სამყაროს გადის შვილი გონებით, ინტუიციის ხმას მივყვები. ნახოთ. ყვავილები დავხატე ტუჩიც და დანარჩენს გავაგრძელებ მერე. მიხარია დანიელის ფერები. მომწონს იქ თვალი იქნება. ძალიან მინდა დღეს რომ დავთავრო, როგორც კი ვიღლები თვალი მიწილდება ძალიან. ეს არის, ახლა გამოიყურება ეს თვალი დამრჩა და მე კრისტალებს ჩავსვავ აქაც და ეს არის ამას დრო უნდა. ახლა თვალს მივხედავ დღეს იმედი. ბუბუ და მალე განახებთ შედეგს. თვალიც უკვე დავხატე, ახლა უნდა დავამატოთ ეს. აი ეს luxury collection. ჩვენ რა თქმა უნდა გვიყვარს ყველაფერი luxury, მდიდრული საღებავები არ შემჩნიოთ. ამას დავამატებ. ამას დავამატებ აი აქ და ამას აი აქ და ნახოთ რა გამოვა. საოცრება. მოკლედ დავასხმე და დასხმის დროს ესე იგი ეს სახლი ძალიან პატარა არის. და დედა ისე ცუდად იყო თელი დღე, ისე სულ აი თავზე მედგა რო ვაკეთებდი და ჩხუბობდა ის ნეგატიურ რაღაცებს მეუბნებოდა და ისე ამტკივდა თავი, ამტკივდა და ყველაფერი ერთად უცბად თან სახლი ისეთი პატარა არის, რაღაც დავარდა მოკლედ ნახატზე და ამის აღება მინდოდა რო ავიღეს, ესე მრგვალად იყო, კიდე დავაცხხია ეს raisin და მივყევ მოკლედ გავაფუჭე და მომიწია რაღაცების დასხმა, რომ აი ეს მრგვალად ქონდა, ეს გამომესწორებინა და გური ლამაზი ნახატი იყო, სადა სვარდისფერი და სულ გავაფუჭე. მეტირება და სახნახით როგორ გადაღვიდი მაქვს თელი დღე ამას ვაკეთებ. ვაფუჭებ, ვასწორებ, ვითომ. ეს სულ ნახეთ. რა გავაკეთე? როგორი სადა ლამაზი იყო და რა გავუკეთე? არ ვიცი ამაზეც უნდა ვთქვა, ესე იგი ასე არის აუცილებელი? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გაშრება და საბოლოო შედეგს განახებდი. ესე იგი, როგორ მინდოდა დანებება, როგორ რამდენი ვიტირე, ხა ესე არ მიტირია, მაგრამ აი როგორ გითხრა ეს ცერემლები მომდიოდა, აღარ მახსოვს იმდენ აფექტო მდგომარეობაში ვიყავ. ეს რაიზენზე არ შეიძლება ხელებით რო შეეხო. ხელებით ვაკეთებდი უკვე და აი ღმერთ წუწუნებდი, ვტიროდი მგონი, რა ვიცი არ მახსოვს. რო ღმერთო ჩემი შვილის გავაფუჭე მეთქი რა, ეს ხო დანიელის საპატივცემულო დავხატე ის. და გავაფუჭე მეთქი რაღაცა თქო და წარმოიდგინეთ აი ეს არის დანებება მინდოდა, გადაგდება მინდოდა საერთოდ აი ამ ნახატის, მაგრამ არ გადავაგდე, იმიტომ რომ ეს ხო დანიელს დავხატე, ეს ყვავილი, ეს ხო დანიელის ფერებია თქო და არ დავნებდი და იმაზე ბევრად უკეთესი გამოვიდა ვიდრე მე
ვიფიქრებდი. აი ესე არის ოცნებებიც. გონია რომ იმ პერიოდში, აი როდესაც ოცნებებს მივყვებით, ხო? გონია რომ არაფერი არ გონება გეუბნება რომ ეს გიცავს, გესმით რომ არ გვეტკინოს, საერთოდ საწარკო თავი არ გავინადგუროთ და გეუბნება რომ არა დანებდი, იმიტომ რომ ამისთვის ის რა ოცნებაც გქონს, მიუღწევადია, ვერც კი წარმოვიდგენდი. რომ აი ეს სილამაზე იქნებოდა, ამან ვერ დამანახა, მაგრამ ეს მეუბნებოდა გული, სულის ხმა, რომ არა, არ დანებდე. და ვენდე სამყაროს და ის დაიხატა, რაც უნდა დახატულიყო. ამით სულ სხვა რაღაცას ვხატავდი. ვის სულ სხვანაირად ავაწყვე და ამან შემაქნევინა სასწაული. ამიტომ არ დანებდეთ, ნუენდობით ამას მადლობა უთხრათ, უბრალოდ გიცავთ. მაგრამ მიენდეთ გულს და რო არ დანებდებით, სასწაულები მოხდება და იცოდეთ, აი ნეგატივს იმხელა ნეგატივში ვიყავი. აი ამას რო ვქმნიდი. თავი მტკიოდა და ჩემი მიყვიროდა და ზოგჯერ აი ეს არის ხოლმე დიდი ნეგატივის მადლი. ამ დიდ ნეგატივს რო არ ჩაეფლობი ამ დიდ ნეგატივში და გააგრძელებ მაინც მიზნისკენ სვლას, გულს, ინტუიციაზე მიყოლას, საოცრებას გაქმნევინებთ. ამიტომ რაც არ უნდა დიდ ნეგატივში იყოთ, ნუ ჩაეფლობით, ამოდით და ტკივილი უპირობო სიყვარულით გარდაქმენით და საოცრებას მიიღებთ. იმას მიიღებთ, რისთვისაც მოხდა ეს ნეგატივი. ეს ნეგატივი რო არ მომხდარიყო, მე არ შემეშლებოდა და შესაბამისად ეს არ შეიქმნებოდა. ამიტომ მიენდეთ სამყაროს და მიხვდით, რას გაქმნევინებთ. ნეგატივით ხდება, როდესაც პოზიტივით ვერაფერს ვერ გვაგებინებს სამყარო, ჩვენი მაღალი მე, ნეგატივით ხდება ჩვენი მობრუნება. ირწმუნეთ და თქვენ ცხოვრებაში სასწაულები მოხდება. მადლიერი ვარ. მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ და კიდევ ჩხილებიც გამილავაზეს სხვანაირად მქონდა და ეს ოქროს ფურცლები თითებსაც მიმეკრო. მე რა მადლიერი ვარ. მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ